საქართველოს მტევს სიავანანას დედასავი ხვილად მღერია ცელქისიოსედან მღერის აქსულს ხვარის და სამშობლო შურჩულიცხო დედის ხმარის გადახედემთებს აზიდულს გოლიათებად დავნაღველი ღრუბელით გაიფანტება სიოგვი ხმობს განაღელავს თითქოს ღვარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარის სიოგვი ხმობს განაღელავს თითქოს ღვარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარის გადახედე ბალახში რომ მორცხოვს გილილო თითქოს უნდა შენთან ერთად ჩაეღინოს სალამურად აინდება ბალახის ღერო როგორ გასულს ნეტა გულმა რომარი მღეროს გადახედემთებს აზიდულს გოლიათებად დავნაღველი ღრუბელით გაიფანტება სიოგვი ხმობს განაღელავს თითქოს ღვარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარის სიოგვი ხმობს განაღელავს თითქოს ღვარის საყვარელი სამშობლოა დედის ხმარის თქვენს წინაშეა საქართველოს რუკა, სადაც წითლად აღნიშნულია წერტილი და ეს არის ჩემი სოფელი ფცა, სამოთხე დედამიწაზე. შემოსვლისთანავე თქვენს ყურადღებას მიიქცევს ლამაზი შემოსასვლელი. კიდევ ნახავთ ორი სოფლის შემაერთებელ დიდ ხიდს. ასევე თქვენ ნახავთ მე-17 საუკუნის ციხე კოშკს. კიდევ თქვენ ნახავთ საჭიდაო მოედანს, სადაც ყოველ წელს იმართება ჭიდაობა. ეს არის ჩემი სოფლის ეკლესია, სადაც ჩემი ბიძია სტიქაროსანია. გაგრილებაში კი მდინარე ფრონე დაგეხმარებათ. ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა გვესტუმროთ დასვენება და მოგზაურობა ერთ სივრცეში. ხოდი, აქ ჩამოსულს უკვე წასვლა აღარ მოგინდებათ. ხოდი მდებარეობს იმერეთის მხარეში, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას მისი დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსების აზრით ადამიანები აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. ასე გამოიყურება დღევანდელი ხოდი. თანამედროვე შენობებთან ერთად აქ გვხვდება ძველი იმერული სახლები, ოდები და ნალიები. ხოდში მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც მე-8 საუკუნით თარიღდება. განმოცემის თანახმად, როდესაც წმინდანის ნეშტი 365 ნაწილად დაანაწილეს, ერთი
ნაწილი აქ დაკრძალეს. ხოში შეგვიძლია მოვინახულოთ ულამაზესი ოკაცეს კანიონი. კინჩხას ჩანჩქერი და თვის ტბა და ლომინოს ტბა. ხონი ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარშიც სახაზად მორთული ქუჩები დაგხვდებათ. ხონში ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა იმერული. სუფრაკის საქვეყნოდ ცნობილია გემრიელი და მრავალფეროვანი კერძებით. გელით ყველას. ეს საქართველოა. იგი მდიდარია ლამაზი კუთხეებით. საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის ძალიან მაღალი მთები, მწვანე ტყეები და ლამაზი ზღვა. ზამთარში თოვლია და ზაფხულში თბილი და მზიანი ამინდები. საქართველო ძალიან ძველი ქვეყანაა, სადაც არის ბევრი ეკლესია, ციხე-სიმაგრე და ულამაზესი მოსანახულებელი ადგილი, რომელიც ზღაპრებს გავს. საქართველოში ცხოვრობენ კეთილი და ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები. მათ უყვართ გემრიელი საჭმელების მომზადება. საქართველოში მზადდება უგემრიელესი ხაჭაპური, ხინკალი და მსოფლიოში ცნობილი ღვინო. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია ისწავლოს, გაერთოს და ბედნიერად იგრძნოს თავი. გელით საქართველოში.